ბრძანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით კი განცხადება გააკეთეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმაც. მან ამანჯგალაძის განცხადებით პრეზიდენტი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. კურიერის კორესპონდენტი ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ნინო, კიდევ რა დეტალებზე გაამახვილა ყურადღება მან ამანჯგალაძე? დიახ, პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ასევე მიხეილ სააკაშვილმა დაავალა შესაბამის სამსახურებს, რომ სასწრაფოდ და დროულად მოხდეს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიება. მაგრამ მანჯგალაძის განცხადებით პრეზიდენტმა მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ გაიგო გზაში. პრეზიდენტი მიემგზავრება ამ დროისათვის ვაშინგტონში, სადაც ის დაესწრება რიჩარდ ჰოლბრუკისადმი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და ასევე შეხვდება სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს და პრეზიდენტის დავალებით ასევე ყველა გარდაცვალების დაკრძალვის ხარჯებს აიღებს სახელმწიფო თავის თავზე. ჩვენ კეთს ვიხრით თითოეული ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე და თანაგზნობას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს. ჯარისკაცის პროფესია კეთილშობილებასთან, ღირსება და პატიოთან ერთად სამწუხაროდ საკმაოდ დიდ რისკთან არის დაკავშირებული. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით უკვე დაიწყო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, შესაბამის მოუწყებამ დაიწყო უკვე გამოძიება. საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესებული, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქმის გარკვევა და დეტალების უკვე დაზუსტება. საქართველოს პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო გზაში. ის ამ დროისთვის მიემგზავრება ვაშინგტონში, სადაც ის დაესწრება რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და ამასთანავე დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრის ლიდერებთან. პრეზიდენტის დავალებით სახელმწიფო იზრუნებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებზე და დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე. წესისამებრ კი სახელმწიფო გაიღებს ყველა ხარჯს, რომელიც მათ დაკრძალვასთან იქნება დაკავშირებული. დღეს კრტანისის საცვალო ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა დილის 11 საათზე. აფეთქდა 120 მმ-იანი ნაღმტყორცნი ჭურვი, რომელსაც M2+3 სამხედრო სიცოცხლე 13 კი დაიჭრა.